ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან ადგილი, რომელიც ყოველთვის იკითხება მეოთხე კვირას აღდგომიდან. ეს არის განგვეულის 38 წლის კაცის განკურნება ბითესტის საბანელთან. ჩვენ ამის შესახებ, ყოველ აღდგომის მეოთხე კვირას ხო საუბრობ, ბევრი გვისაუბრია ძალიან და ამიტომ მე თავიდან არ დავიწყებ ამის მოყოლას, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ჩამოგითვალოთ, რა არის მთავარი აქ? რა არის მთავარი? აი რა მოხდა ამ დღეს, რა მოხდა და რატომ არის ესე რომ არა მარტო საკვირაო საკითხავებში, არამედ აღდგომის შემდეგ ყოველ მეოთხე კვირას იკითხება ეს სახარება და რაღაცას გვახსენებს ეს და რაღაცას მაინდა-მაინც აღდგომის შემდეგ რატომ? იმიტომ რომ პირველი რაც მინდა რომ დავიმახსოვროთ და ხაზი გავუსვათ. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ქრისტეს აღდგომაზე, აღდგომა. რას ნიშნავს ეს სიტყვა? აღდგა. ეს იმას ნიშნავს, რომ იყო, მერე რაღაცა მოხდა და აღარ იყო და მერე ისევ იყო. ანუ ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაზე აქვს ლაპარაკი, რომ ქრისტე ცხოვრობდა, შემდეგ მან დაიწმინა ჩვენთვის ჯვარცმა, სიკვდილი და აღდგა. ანუ აღდგა ეს იმას ნიშნავს, რომ გახდა ისეთი, როგორიც იყო მანამდე, შეიძლება კიდევ უფრო, შეიძლება კი არა ნამდვილად, ბევრად უფრო განსხვავებული, ბევრად უფრო მის ხელს ჰქონდა განსაკუთრებული თვისებები და იგი აღდგა. და სახარებაში ხშირად არის ნახსენები ეს სიტყვა, აღადგინა. აღადგინა, ეს ხა მაგალითად დღევანდელი ჩვენი განრღვეული, რომელიც 38 წელი ამ საბანელთან იწვა, უფალმა აღადგინა. აღადგინა და უთხრა ადექი და აიღე შენი საწოლი თუ საკაცე და წადი თავისუფალი ხარ შეგლია იარო. აღადგინა. ისეთი გახადა როგორიც იყო, უფრო მარტო ზუსტად ისეთი არა, კიდევ უფრო მეტი, მაგრამ ამაზე ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ აღადგინა. ანუ ჩვენ ყველას ჭირდება აღდგინება. აღდგინება საიდან უნდა ავდგეთ? ჩვენ აი როგორ რის მიხედვით უნდა ავდგეთ? შეიძლება ესე იგი ვთქვათ, რომ კი არა აღადგინა, არამედ ვთქვათ გააჩინა, ვთქვათ მიანიჭა სიცოცხლე, არა, ამ შემთხვევაში ლაპარაკია აღდგინებას. და ეს აღდგინება ჩვენთვის დედამიწაზე ცხოვრები ადამიანებისათვის არის მთავარი, ესე იგი აი ცენტრალური თემა, რაზე ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ. არა მარტო ის, რომ ჩვენ ბრძამში ვამბობთ, რომ მოველი აღდგომასა მტრეთით, მოველით, რა თქმა უნდა, აღდგომასა მტრეთით, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოვხდეთ აუცილებლად. და ძალიანაც კარგი რომ ეს უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენ რო არ მოვხდეთ, მაშინ მთელი ეს ჩვენი ცოდვები, მთელი ეს ჩვენი მანკიერი თვისებები შენარჩუნებული გვიქნება. ჩვენ უნდა მოვკვდეთ ამ ცოდვებისთვის და უნდა ავდგეთ. უნდა ავდგეთ აი ამ ცოდვებისგან თავისუფალი. ეს არის აღდგინება და რასაც პირველ რიგში უნდა მივაქციოთ. ყურადღება და ეს აღდგინება განპირობებული არის პირველადი ცოდვით, რომელიც ადამმა ჩაიდინა, რის გამოც სიკვდილი დაიმსახურა და აქედან იწყება მთელი კაცობრიობის ისტორია, რომ ადამმა გააკეთა რაღაც ისეთი, რის გამოც მოგტა და ამიტომ ღმერთმა იგი აღადგინა და აღმოიყვანა ჯოჯოხეთით. მეორე რაც უნდა დავიმახსოვროთ, რომ აღდგინება ჩვენ გვჭირდება, ეს არის ცოდვის შედეგი. ცოდვა. ამასაც უთხრა ამ ადამიანსაც, ეს რომ წადიდან ნურღარას ცოდა. იმიტომ რომ ამ კაცმა რაღაცა ცოდვა თუ ცოდვები ჩაიდინა და როგორი ცოდვები ჩაიდინა, იცით რომ თანდათანობით. ესე იგი აი ამ ცოდვების გამო იგი აღმოჩნდა ესეთ მდგომარეობაში. ესე იგი თავიდან შეიძლება ალბათ რაღაც ერთი ცოდვა არსებობდეს, რის გამოც ესეთი განრღვეული გახდება ადამიანი. განრღვეული ნიშნავს პარალიზებას აბსოლუტურად უნაროს, რომელიც წევს და რომელსაც განძრევა არ შეუძლია. რაზეა იქ ლაპარაკი, რომ ესე იგი ეს წყალი რო აიმღვრევა, რომ უნდა გაჩახტეს იქა და ეს კიდე ამბობს, რომ კაცი არ ამბობს, რომ ხელი მკრას ერთი რომ ჩამაგდოს ამ წყალში. ანუ მას ისიც კი არ შეუძლია, რომ ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდეს, რომ წყალში ჩავარდეს. აი ესეთ დღეში ჩავარდა ადამიანი.
აი ეს დღეში ჩავარდა და მიზეზი ამისი არის წოდვა. ასე რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ წოდვებისგან თავის შეკავებას, ესე იგი ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავთავისუფლდეთ ამ წოდვებისგან, იმიტომ რომ წოდვა არის მიზეზი ჩვენი ავადმყოფობის და ჩვენი სიკვდილის, საერთოდ სიკვდილის მიზეზი არის წოდვა. ეს არის მეორე, რაც დღევანდელი სახარებიდან დავიმახსოვროთ, ესე იგი, რომ მიზეზი ამისი, რომ ჩვენ ასე დღეში აღმოჩნდით, რომ აღგინება გვჭირდება არის წოდვა. მესამე, ეს არის ის, რომ ჩვენ თანდათანობით უფრო და უფრო მეტად ვეფლობით ამ წოდვის ჭაობში. ჭაობში, იმიტომ რომ ჭაობს აქვს ესეთი თვისება, თუ ჩავარდი შიგნით ამ ჭაობში. ესე იგი, რაც უფრო მეტად გაანძრევ ამ ხელებს და ფეხებს, რაც უფრო მეტად ესე რომ ვთქვათ, იფართხალებ ამ ჭაობში, უფრო და უფრო ღრმად ჩაეფრთხილებ. ესე იგი, ჭაობში მოხვედრილმა ადამიანმა კი არ უნდა ჩაატაროს ეს რაღაცა მოძრაობები, რომ ამოვიდეს იმ ჭაობიდან. ჭაობიდან ადამიანი ვერ ამოვა თვითონ. ჭაობში ჩარჩენილ ადამიანს ყველაზე სწორია, რომ არ გაიძრეს საერთოდ, იყვიროს, დაუძახოს ვიღაცას, საშველად მოუხმოს და აი თუ ადამიანი ჭაობში არ არის მეორე ადამიანი, ის შეძლებს რომ დაეხმაროს. ის შეძლებს რომ დაეხმაროს და ამ ჭაობიდან ამოიყვანოს. ასე რომ ჩვენ რომ აი ამ წოდვის ჭაობიდან ამოვიდეთ, ამისთვის გვჭირდება დახმარება. და ეს დახმარება ვინ შეიძლება ჩვენ რომ დაგვეხმაროს? რა თქმა უნდა, ადამიანებსაც შეუძლიათ ღვთის ძალით და ღვთის ნებით რომ დაგვეხმარონ, მაგრამ თავარი ვინ ჩვენ გვეხმარება ეს არის ღმერთი. ანუ ჩვენ ღმერთს უნდა ვთხოვოთ ეს დახმარება. და ესე იგი აუცილებლად ღმერთი დაგვეხმარება. და ბოლოს რაც უნდა დავიმახსოვროთ დღევანდელი სახარებიდან არის ის, რომ თუ ეს მოხდება, თუ ჩვენ აგვადგენენ, ჩვენ ეს უნდა შევიშნოთ, შევინარჩუნოთ და აღარ ვცოდოთ. აღარ ვცოდოთ, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ წოდვის ჩადენა თავიდან ადამიანს ეჩვენება იური, რომ ჩაიდენს და რა მოხდა, მე აღარ ჩაიდენს. და იწყებს ამ წოდვების ჩადენას იმისი იმედით, რომ მე დაანებებს თავს ამ საქმეს, ვერა. და ეს დავიმახსოვროთ, თუ ჩვენ დაგვეხმარეთ, თუ ჩვენ ამოგვიყვანეს ამ წოდვებიდან, ნუ ღარ ვეთამაშებით ცეცხლს, ნუ ღარ ვეთამაშებით ეშმაკს, ნუ ვიცვათ ამ სულებას და ვინანიოთ, შევინანოთ და ვიცხოვროთ სწორად, რომ ჩვენ მერე საბოლოოდ ავდგეთ ქრისტესთან ერთად. ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.